სუსის ფაილების თანახმად პატრიარქობის შანსი აქვს აბა ალავერდელსაც. ოპერატიული თვალთვალის ფარული მოსმენებისა და ჩანერგილი აგენტურის საშუალებით მასალებს სუსი მასზეც აგროვებდა. იკვლევდა თუ მეუფე დავითი კანდიდატურას დააყენებდა, ვინ მისცემდა მას ხმას. სუსი ცალკე იძიებს პატრიარქობის ყველა კანდიდატის პოლიტიკურ შეხედულებებსაც. ალავერდელი ეპისკოპოსი სანდო კადრად ყავთ მიჩნეული. Თქვენს კანდიდატურას ვნახავთ კანდიდატურას. მე არ ვიცი. მე რომ მეკითხები, მე ხوار დავაყენებ კანდიდატურას. მე არ ვიცი. სუსის ფაილებში კანდიდატები არსებობენ უკვე. მათ შორის თქვენ ხართ ერთ-ერთი. შენდობას ეთხოვ. ერთ-ერთი თქვენ ხართ, მაგიტომ მოგმართავ. მოცილები არის. ჩვენ ამისთვის აფსალია. სუსმა აბა ალავერდელს ერთადერთი ნაკლი უპოვა. ბიზნეს ინტერესები. მასზე მომზადებულ ოპერატიულ ცნობაში წერენ, რომ მაღალ იერარქს მჭიდრო კავშირი აქვს კომპანია ბადაგონის ხელმძღვანელ რამაზ აივაზაშვილთან და ბიზნესმენ მალხას ხარბედიასთან. ასევე იმასაც, რომ მეუფის მფლობელობაშია ღვინის საწარმო ოჟიოს მარანი. სქემაც აქვს შედგენილი მეუფეო. შემიძლია გაკეთდეს. სქემა უამრავია რამეზეა შედგენილი. ქვეყნის დაქცევაზე, ქვეყნის დაპყრობაზე. რატო უნდა ილაპარაკოთ ამაზე, რაც არ ვიცი, მამები. სუსის ფაილების თანახმად 2017 წლის 1 სექტემბერს სპეცსამსახურებს დადგენილი ჰქონდათ, რომ აბა ალავერდელს პატრიარქად წარდგენის შემთხვევაში გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრია გვაზავას მხარდაჭერა ექნებოდა. სხვა ეპისკოპოსები, მათ შორის კახეთიდან, მის გუნდში არ სახელდებიან. უნდა ერეოდეს თუ არა ხელისუფლება პატრიარქის კანდიდატების შერჩევაში. ყველაზე კარგი ამ კითხვაზე პასუხია. თქვენც ილოცეთ.